სუფერლამდე. და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბატონი ნუგზარ ვანიშვილი, ისტორიული გეოგრაფიისა და ბიბლიური არქეოლოგიის კვლევარი. დიდი მადლობა ჩვენთან რო ხართ, ბატონო ნუგზარ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს გუნდში, თქვენს საზოგადოებაში, თქვენს წრეში ყოფნა. თქვენ შეიძლება ითქვას ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრები ბრძანდებით, გულშემატკივრები ბრძანდებით, თანამებრძოლები ბრძანდებით. თქვენი აუდიტორიაც საუკეთესოა და ძალიან დიდი მადლობა რომ ამ აუდიტორიის წინ ვარ ახლა და თქვენს გვერდზე და თქვენს განკარგულებაში. მადლობა ესეთი კეთილი სიტყვები, მით უმეტეს თქვენი გადაცემადაც იქნება რუბრიკა რეალური ისტორია ყოველდღიურად გადის ჩვენთან და მისი შინაარსიდან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, დღესაც ძალიან საინტერესო ინფორმაციით ხართ მაყურებელთან მოსული, ხო? ინფორმაცია არის ზღვა, ისეთი ზღვა ინფორმაციაა, რომ ოღონდ იყოს მსმენელი, გამზიარებელი, ცხოვრებაში გამტარებელი, ამაღლდება ქართული სულიც, ამაღლდება ქართული გენიც და ასე შემდეგ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ღმერთმა კნას. მოდი დღეს ვისაუბროთ თქვენს წიგნზე ამქვეყნიური სამოთხე. მოგვიყევით, როგორ იქმნებოდა, რა დრო დაჭირდა და იხილა თუ არა ასე ვთქვათ დღის სინათლე თქვენმა წიგნმა. რომ მოგყვეთ ამის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება ამ წიგნზე ვისაუბრო. ეს შეიძლება ითქვას ჩემი ცხოვრების წიგნია, ჩემი მთავარი წიგნია, რაც მე შემიქმნია ცხოვრებაში, მე და ჩემს მეგობარს, თანაავტორს გეგა ხვედელიძეს, ზუსტად შარშან ამ დროს გაგვიჩნდა ნება, გადაწყვეტილება, სურვილი, უნარი, საშუალება, რომ ეს 10 წლის ნაფიქრალი, 10 წლის ნაღვაწი ერთ წიგნში გაგვეერთიანებინა და შეიძლება ითქვას, რომ წიგნი უკვე დამზადებულია, დაკაბადონებულია და ამ ეტაპზე იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ელექტრონული ვერსიით და ასე შემდეგ საშუალებებით ან კომპაქტ დისკებით ვურიგებთ, ვუგზავნით. რაც შეეხება დიდი იმედი მაქვს, რომ ალბათ სექტემბერში უკვე დაიბეჭდება და ძალიან ბევრი სწორედ ამას ელოდება, რომ უჭირთ წაკითხვა, გნებავთ ეკრანიდან და გნებავთ ამობეჭდებით. ელექტრონული ვერსია ეროვნულ ბიბლიოთეკას ციფრულად გადასცეთ, იქ მაინც ბევრი მკითხველია და კარგი იქნება ალბათ. აი თქვენი გადაცემაც დამეხმარება ამის პოპულარიზაციაში და ყველა ის ადამიანი მე ვინც ამ ეტაპზე ჩემი მკითხველია, ალბათ გაახმოვანებს ამ სფეროს. რაც შეეხება თვითონ აი ამ წიგნს, ამ სფეროს. ჩვენ 10 წლის წინ უკვე ვიცოდით ამ ქვეყნიური სამოთხის ადგილსამყოფელი. მაგრამ როგორც სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი, იგი შეიძლება ითქვას ბოლო 9 თვის, ბოლო 1 წლის ნაღვაწია და მასში უკვე არის განხილული ყველა ის დეტალი, რომელიც არის მოსე წინასწარმეტყველის მიერ დახასიათებული დაბადების მეორე თავში, თუ სად მდებარეობდა ამ ქვეყნიური სამოთხე. კი ბატონო, ხა მე ესეთ მცირე შესავალს გავაკეთებ იმისთვის, რომ კითხვა დავსვა სწორედ მაგასთან დაკავშირებით, უნდა დაგისვათ კითხვა სათაურიდან გამომდინარე, ესეც არის რა თქმა უნდა სამოთხესთან დაკავშირებით. მე მოსახლეობას მინდა განვმარტო, რომ აქ საუბარია ამ ქვეყნიურ სამოთხეზე, დედამიწაზე, სადაც ღმერთმა ადამი და ევა შეიყვანა და არა ღვთიურ სამოთხეზე, სადაც თავის დროზე, როცა დრო მოვა ღვთისწყალობით იქნებ გავხდეთ ღირსნი, რომ ჩვენი სულები იქ მოხვდნენ, ხო? წმინდა ეფრემ ასურის აზრით, ადრეულ ადამიანთა გონებაში ჩადო ღმერთმა ჭეშმარიტი ცოდნა, რომელიც ზეპირ სიტყვაობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მაგრამ როგორც ყველაზე პირ სიტყვეობა, ცვლილება განიცადა და ბევრი რო აღარ გავაგრძელო, ადამიანები მივიდნენ კერპ თაყვანის ცემამდე.
ამიტომ ღმერთი მოსეს საშუალებით აღადგენს ადამიანებში ღმერთის წვენას, ხო? იწერება შესაქმის წიგნი. შევხედოთ შესაქმის მეორე თავს, კერძოდ 60-ს. და სწორედ მეორე თავზე მინდოდა დღეს საუბარი, სადაც საუბარია 60-ზე. ბევრი რამ დაიწერა, ბევრი რამ მიითქვა 60-ზე, ბევრი ადგილი დასახელდა. თქვენეული ვერსია თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, სად არის 60? ძალიან დიდი მადლობა აი ამ შესავლისათვის და შესაბამისად იმ ღრმარწმენისათვის, რომელიც თქვენში არსებობს და რომელიც ძალიან ბევრ მაყურებელში და ჩვენს თანამოქალაქეში არსებობს, რომ ამ ქვეყნიური 60 არსებობდა. მე სანამ ამ თემას შევეხები, თუ სად არის ამ ქვეყნიური 60 და რა გვაძლევს ამის აზრს, მე მინდა მანამდე ვთქვა, ვისთვის არის ეს წიგნი დაწერილი. ეს წიგნი არის დაწერილი იმ კატეგორიისადმი, იმ ხალხისათვის, რომელნიც დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო არის ღვთის მიერ შექმნილი და ეწინააღმდეგებიან ევოლუციის თეორიას. კარგად გამიგეთ, ეხლა მე არავის აზრს არ შევურაცხყოფ, მაგრამ ჩემი აზრით აი ეს ზეზვა და მზია არიან პირუტყვები, რომელიც ღმერთმა მე-5 დღეს შექმნა და არა მე-6 დღეს. და შესაქმის გვირგვინი ადამიანი არის მე-6 დღეს შექმნილი და ჩემი ღრმარწმენით, ჩვენი ღრმარწმენით და სწავლებით პირველივე ადამიანი იყო მეტყველი, იარაღის მკეთებელი, მოაზროვნე და ასე შემდეგ და მე კატეგორიულ ჩვენ არა ვართ ზეზვას და მზიას შთამომავლები, გამორიცხულია, ჩვენ ვართ იაფეტის შთამომავლები და ჩვენ ვართ ნოეს შთამომავლები და ჩვენ ვართ ადამიანები, ადამიანის შთამომავლები, ხო? ასე რომ ის რომ ამ ქვეყნად არსებობდა 60, სადაც პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ, ეს უდავო თემაა. მას რაღაცა ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი სარწმუნოება თუ შევიტანთ წმინდა წერილში, ხო? აბა ვისთვის დაიწერა იგი და რისთვის დაიწერა და ასე შემდეგ. შესაბამისად პირველი 5 წიგნის და მათ შორის დაბადების, ანუ შესაქმის ავტორი გახლავთ მოსე, რომელიც ცალკე ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, მოაზროვნე ადამიანი იყო და ცალკე იგი ღმერთის მხილველია, ცალკე იგი რჯულის დამდებელია, ხო, ცალკე წინამძღვარია, ხო, ერის და ამდენი ხალხის სხვადასხვა მონაცემებით 1.5 მილიონიდან 4 მილიონი ადამიანი მიყვებოდა მას, წარმოიდგინეთ ეგვიპტიდან ისრაელში და რამდენ ადამიანთან ჰქონდა წარმოიდგინეთ მას შეხება იმ პერიოდში, როგორც წინამძღვარს, როგორც ლიდერს, როგორც აი ამ ხალხის გამომყვანს ეგვიპტიდან და რამდენი ცოდნა ჰქონდა გნებავთ ამ ქვეყნიური საზოგადოებისგან, ხალხისგან მიღებული და რამდენი ცოდნა და სწავლება ჰქონდა უკვე ღვთისგან მიღებული, ეს ხო ლოგიკურია. ალბათ უკაცრავად გაწყვეტინებთ, ისევ აღნიშნოთ, რომ უფალმა მოსეს საშუალებით დაწერა ეს წიგნი, ანუ მოსემ თავისი ცოდნით კი არ შექმნა შესაქმნისი, ხო, ბატონო ნოგზარ? ღმერთის აბსოლუტურად გეთანხმებით, სულიწმინდის მადლით და ღმერთის შესაბამისად შთაგონებით ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ შესაბამისად, როდესაც ადამიანი რაღაცას წერს, ძალიან ბანალურ რაღაცას ვიტყვი, ხო? მას ეხლა იგივე ის წერის კულტურა, იგივე სიტყვები, იგივე ფრაზები, ღმერთმა რა თქმა უნდა მას გონება გაუხსნა, ნათელი დაადგა მის აზროვნებას და ასე შემდეგ, თორემ დაბადებაში ნახსენები, ეტიმოლოგიები, ტოპონიმიკები, ფრაზები, ზედსართავის სახელები, არცებითი სახელები, ზმნები და ეს მახასიათებლები შესაბამისად უკვე მოსეს დაწერილია. ამიტომ მოსე აირჩია. ამიტომ მოსე აირჩია, რა თქმა უნდა, მოსე აირჩია და მანაც სასწაულად გადმოგცა. ისე დეტალურად გადმოგცა, რომ შესაბამისად აი ჩვენ მარტო ძებნა, მოძიება, ჩაძიება, სამეცნიერო კვლევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გავურკვეულიყავით და აღმოგვეჩინა ამ ქვეყნიური 60-ის ადგილსამყოფელი, რომელიც თქვენ რო ბრძანეთ სად არისო, ეხლავე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბაგრატიონების მამულში. ეს არის სასპირეთში.
ეს არის ჩვენ სამშობლოში, ჩვენს ისტორიულ სამშობლოში, ტაო-კლარჯეთში, ყოფილ არიან ქართლში, ყოფილ დიაოხში, დაიენში. ეს არის ჩვენი ცივილიზაციის, ქართული გენის, ქართული შთამომავლობის აკვანი შეიძლება ითქვას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ის გადმოცემა, ის თქმულება, რომ ღმერთმა რო დაუნაწილა ხალხს მიწები, მხარეები და ასე შემდეგ, ქართველ ერს არ გუნა ამ ქვეყნიური სამოთხე, მისი შექმნილი, მისი გაშენებული ბაღი, ედემის ბაღი. ეს არის ასპირეთში. იქ საიდანაც არიან ჩვენი სახელოვანი ბაგრატიონების დინასტია წამოსული. დიახ, მოსასმენად შესანიშნავია, მაგრამ ალბათ ამის უტყვარი დადასტურებაც შეგიძლიათ, დასაბუთება შეგიძლიათ, ხო, რომ ნამდვილად იქ არის. დასაბუთება შეგვიძლია შესაბამისად თუ თითოეულ ფრაზას, თითოეულ სიტყვას ჩავუკვირდებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაბადების მეორე თავის მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 მუხლებში. ეს არის ის წინადადებები, სადაც მოსემ ზედმიწევნით, იმ პერიოდისთვის ზედმიწევნით დაწერა და გადმოგვცა ამ ქვეყნიური სამოთხის ყოფილი ადგილი. რატომ ყოფილი? ყოფილი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ღვთისნებით სეპტუაგანტას მიხედვით, ანუ ძველ ბერძნული ბიბლიის მიხედვით, დაბადებიდან 22 საუკუნეში მოხდა წარღვნა, რომელმაც შეიძლება ითქვას 2, 3, 5 მეტრის საბანი გადახადა დედამიწას და ზოგან 5, 10, 15, 20 მეტრის იგივე შლამისა და მიწის საბანი გადააფარა დედამიწას და სულ შეიცვალა არსებული გარემო და რა არ შეიცვალა? არ შეიცვალა მაგალითისათვის ისეთი მდინარეები, რომელსაც ვიწრო და კლდოვანი კალაპოტები აქვს, მთის მდინარეები. არ შეიცვალა ის სახელწოდებები, რომელიც მაგალითისათვის მოსეს ეპოქაში ერქვა იმ მხარეს. მაგალითისათვის დავიწყოთ ყველაზე საინტერესო ფრაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზით და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავლით. ეს არის გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი მცხეთური ხელნაწერი. მცხეთურ ხელნაწერში წერია, რომ ბაღი იქნა გაშენებული ედემის აღმოსავლეთში. და ძალიან ბევრ სხვადასხვა გამოცემაში წერია, რომ აღმოსავლეთშია გაშენებული და მერეა ნახსენები ედემი. იგივე სხვადასხვა თარგმნებში, იგივე სხვადასხვა გამოცემებში. და შესაბამისად აი ამან უამრავ კვლევარს დააწყებინა სადღაც ინდოჩინეთში და ჰიმალაიში ედემის ბაღის ზებნა, რომ აღმოსავლეთი იქით გონიათ. თურქეთის მხარეს. რაც შეეხება ედემს. როდესაც მოსეს ეპოქა ვითარდებოდა, ანუ 33-34 საუკუნის წინ ეგვიპტიდან რო გამოვიდა მოსე და თავისი ერი ჩამოიყვანა აღთქმულ მიწაზე, ამ დროს იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თბილისშიც, თრიალეთის ზეგანზეც, ჯავახეთის ზეგანზეც, ტაო-კლარჯეთშიც, ლაზეთშიც, იგივე სასპირეთშიც. იყო ერთი საოცარი, უდიდესი, შეიძლება ითქვას ამ ტერიტორიის ჰეგემონი ქვეყანა, სახელად დაიენი, იგივე დიაოხი. ბევრ წყაროში იგი მოხსენიებულია როგორც დიაოხი, ძალიან ბევრ წყაროში იგი მოხსენიებულია როგორც დაენი. დაენი არის ედენი. ხვდებით ხომ? ეს ძალიან მარტივი ცვლილებაა ფრაზეოლოგიისა. როგორც მაგალითისათვის ახლა საქართველოს ზოგი მოიხსენიებს გეორგიად, ზოგი ხეორხიად, ზოგი ჯორჯიად და ყველგან ფუძე არც ერთი და იგივეა. ერთი და იგივეა დაიენის და ედემის
ბატონო ნუგზა, რატო კითხულობენ სხვა მეცნიერები მაშინ სხვანაირად ამ ნაწერს და რატო მე გეტყვით რატომაც კითხულობენ? აი ნახეთ ძალიან კარგი კითხვა დამისვით ახლა და ძალიან საინტერესო რა. უდიდესი ღვთისმეტყველი და უდიდესი განმარტებელი ბიბლიისა, გნებავთ ძველი აღთქმისა, გნებავთ ახალი აღთქმისა, ალბათ არის ერთ-ერთი უდიდესი, მოდი ესე ვიტყვი, იოანე ოქროპირი. იოანე ოქროპირი თან რამდენი შრომა აქვს, მასთან როგორი დიდი გონება, როგორი დიდი აზროვნება, ხო? აი ზუსტად მეორე თავის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 მუხლების განხილვისას, განმარტებისას, შემდეგ წინადადებას გვთავაზობს. შესაძლოა ისინი, ვინც საკუთარი სიბრძნიდან გამომდინარე საუბრისას მოყვარულნი არიან, არც კი უშვებენ იმას, რომ მდინარენი მართლაც მდინარენი არიან, ან რომ წყლები ნამდვილად წყლებია და არწმუნებენ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ მათი მოსმენა, რომ მდინარეთა და წყალთა სახელის ქვეშ წარმოიდგინონ რაიმე სხვა. მაგრამ ჩვენ გთხოვთ, ნუ დავუგდებთ ყურს ამ ადამიანებს. გავმიჯნოთ მათგან ჩვენი სმენა და გვჯეროდეს საღვთო წერილისა და მივყვეთ, რაც მასშია ნათქვამი. ნახეთ როგორი რამეა. ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვანაირად თქვენ უკვე ბრძანეთ თარგმნის ბიბლიას, სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად გამოდის. მე ვერ წარმომიდგენია უფრო დიდი მთარგმნელი და უფრო დიდი გონება და ჩვენი ერთ-ერთი გადამრჩენი, ჩვენი ერის უგვირგვინო მეფე და ჩვენი ერის მამა გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელზე უფრო დიდი მთარგმნელი ყოფილიყოს ვინმე, კარგად გამიგეთ. ერთ-ერთი უდიდესი მთარგმნელი პტოლომეუსია, რომელმაც შესაბამისად ძველბერძნულად მე-3 საუკუნეში თუ არ ვცდები, თარგმნა ბიბლია. გიორგი მთაწმინდელი ისე ზედმიწევნით, ალბათ პტოლომეუსისაგან და ალბათ ძველი ებრაული ძველი აღთქმიდან და ძველი არაბული აღთქმიდან ისე დეტალურად, ისე ლამაზად, ისე ტკბილად, ისე გასაგებიანი თარგმნის, რომ გვაძლევს ყველა ფრაზას, გამიგეთ და მე რომ შევადარეთ, ჩვენ რომ შევადარეთ შესაბამისად ქართული, რუსული, ინგლისური, ლათინური, ძველბერძნული არის ამისი საშუალებები იმის და მიუხედავად რომ სულ 2-3 ენა ვიცი ქართულის ჩათვლით კარგად სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით რომ შევადარეთ ჩვენ 10 თარგმანი აღმოჩნდა რომ სხვაგან ერთი სიტყვა ანახსენები, სხვაგან მეორე, მე ეს სიტყვები გადანაცვლებულია. აი როგორც მოგახსენეთ, ზოგან არის ნახსენები რომ ღმერთმა გააშენა ედემის ბაღი აღმოსავლეთში და მერია ნახსენები ედემში. გიორგი მთაწმინდელი გვეუბნება რომ გააშენა ედემის აღმოსავლეთში. და ედემი არის დაიენი, დაიენი არის დიაოხი, დიაოხი არის ტაო. და იმის აღმოსავლეთში. ნახეთ აი შესაბამისად ეს ერთი და იგივე რამეა, გნებავთ სიტყვით, გინდათ ფრაზეოლოგით, ნებისმიერი ლინგვისტი დაგვეთანხმება ამაში რომ დიაოხი, დაიენი, ტაო, ტაოხი არის ერთი და იგივე ფრაზა, ერთი და იგივე ადგილი, ერთი და იგივე სამყარო, ერთი და იგივე ტოპონიმიკა. შესაბამისად გიორგი მთაწმინდელის თარგმანში ჩანს რომ ედემის აღმოსავლეთში იქნა დაიენის აღმოსავლეთში, დიაოხის აღმოსავლეთში იქნა გაშენებული უფლის მიერ ბაღი. შესაბამისად ეს პირველი მინიშნება იყო და პირველი აღმოჩენა იყო და პირველი სიხარული იყო რომ თურმე დაიენის ქვეშ ნაგულისხმები ქონდა მოსეს იმ დროს ერთ-ერთი უდიდესი, უძლიერესი, ულამაზესი, წარმატებული ქვეყანა დაიენი. დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი წიგნი უფრო და უფრო მაინტერესებს. წასაკითხად შესანიშნავია, რომ იქ ბევრად უფრო ღრმა და დაწვრილებული. ნახეთ, ერთსაც დავამატებ დაიენის თემას. ერთსაც დავამატებ დაიენის თემას. მოსეს ეპოქის მერე 2-3 საუკუნეში ერთ-ერთი უდიდესი, უძლიერესი მილიტარისტული ქვეყანა იყო მაშინ ასურეთი და მათი მეფე გახდათ ტიგლარ-ფილასერ მეორე და მის წარწერაში არის ნახსენები რომ ჩრდილოეთის ზღვებთან
ცხოვრობენ დაიენელები 23 სამეფოა იქ 23 სამეფოა და ეს ისეთი ხალხი არიან რომლებმაც არიციან რა არის მორჩილება რომლებმაც არიციან რა არის დაპყრობა და ასე შემდეგ და ამ ქვეყნის დასაპყრობად მოდის ასურეთი და სამწუხაროდ მართლაც დაგვიპყრო მერე ქრება დაიენი დაახლოებით 2-3 საუკუნეში მოსეს ეპოქის მერე მაგრამ ის რომ აი წარმოვიდგინეთ ახლა დღეს რომ შევადაროთ ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც არის მაგალითად ბრიტანეთი როგორიც არის მაგალითად გერმანია ხო ხვდებით რომელიც მსოფლიოში ყველა მიცის აი ისევე მაშინ კაცობრიობაში ყველა მიცოდა მით უმეტეს მესოპოტამიაში ეგვიპტეში და ასე შემდეგ მაშინ სულ აქ იყო ხო სამყარო განფენილი შესაბამისად რომ ჩრდილოეთის ზღვებთან ანუ შავ ზღვასთან, ექვსინის პონტოსთან და კასპიის ზღვებთან იყო ესეთი ქვეყანა, ესეთი მხარე, ესეთი სახელმწიფო, ესეთი სამეფოების კონგლომერატი, გაერთიანება, დაიენი, სადაც იყო 23 მეფე. ეს ცხადია იცოდა მოსე წინასწარმეტყველმაც. ხო. ძალიან საინტერესოა. მოდით გადავინაცოთ შემდეგ და ეხლა შეკითხვა მექნება კოლხეთთან დაკავშირებით. აქ ორი შეკითხვა მექნება. ერთი კოლხეთი, რამდენადაც ვიცით კოლხა ხო, შემდეგ კოლხეთი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო განფენილი და სავარაუდოდ იქ არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი ეთნიკური ჯგუფი განსახლებული. მაშინ რატომ საქართველოს და ქართველები, ანუ ეს ეთნიკური ჯგუფი ერთ-ერთი იყო ქართველთა ჯგუფი თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით იქნებ მოგვიყვეთ. და მეორე შეკითხვასაც აქვე დავსვავ და იმიტომ რომ ერთად სათქმელია. კოლხეთი პირველად ესხილესა და პინდაროსის მიერ იქნა მოხსენიებული ძველი ბერძენი დრამატურგი და პოეტი თქვენი ცით მოხსენიებული, ხოლო მანამდე იწოდებოდა აიად. ეს აია, ანუ რა გამოდის, არის ძველი კოლხეთის, უпростоრად კოლხეთის ძველი, სამეფოს ძველი დასახელება თუ თავარი ქალაქი ამ კოლხეთის სამეფოსი, აი ეს ორი შეკითხვა ერთად კოლხეთის გაგახაროთ რომ ერთმა დიდებული შეკითხვა და ძალიან დიდი მადლობა აი ამ შეკითხვისთვის. ნახეთ, ჯერ დავიწყოთ კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველა ჩვენი ენა არის საოცარი ენა, ქართული ენა, რომელიც ალბათ კაცობრიობის საიდუმლოებათა შიფრის გასაღებია. ავიღოთ სამი სიტყვა, რომელიც თითქოს და პირველ რიგში მოგვეჩვენება ერთმანეთისგან აბსოლუტურად უცხო დამოუკიდებელ სიტყვებად და მერე სათითაოდ ჩავყვეთ თითოეულს რა. აი მაგალითისათვის ჩვენ ვიცით რომ შავი ზღვის პირეთში და უკვე გაბატონებულია ეს აზრი რომ შავი ზღვის პირეთში აღმოსავლეთ მხარეში არსებობდა კოლხეთი. მეორე ვიცით რომ არის ერთ-ერთი უდიდესი ტომი, ქალდების ტომი, ქალდეველთა ტომი, სხვათა შორის აბრაამი ქალდეადან არის წამოსული, მერე შესაბამისად წამოსულია და იგი ნაცხოვრები არის დღევანდელ მოდით ესე ვთქვათ ამ ეტაპზე ტაოს ტერიტორიაზე, დიაოხის ტერიტორიაზე. შესაბამისად და არსებობს ესეთი უდიდესი ხალხი, ქალდეველები. ქალდეა იყო ესეთი ქვეყანა და იქ მაცხოვრებელი ადამიანები იყვნენ ქალდეველები. კოლხეთი და ქალდეა. ქ არის კ, ა არის ა, ლ არის դ, ძალიან ლ და რ ძალიან ხშირად ერთმანეთს ცვლის, კ და ქ ერთმანეთს ძალიან ხშირად ცვლის და ისევე ნებისმიერი ლინგვისტის ახსნა სრულიად საკმარისი იქნება, თუნდაც მაგისტრანტის, თუნდაც ბაკალავრი ლინგვისტის ახსნა, რომ სიტყვა ქალდეა, ანუ ქართველი, ქალდეველი, იგივე არის, რაც კოლხეთი, აი კოლხეთი და ქალდეა ერთი და იგივე სიტყვაა. იგივეს მოვიხმარ, როგორც ერთი და იგივე სიტყვა არის გორგია, ხეორხია, ჩვენ გეორგიანელებიცა ვართ, ქართველებიცა ვართ, ხო? და ეს ჩვენთვის მისაღებია ვიღაცამ რო თქვას, რომ თქვენ გიორგიანელები ხართ. ხვდებით ხორის თქმა მინდა. შესაბამისად იგივეს ვიმეორებ, რომ იქ სადაც იყო კოლხეთი, იქ ცხოვრობდნენ ქალდეველები და ეს შეიძლება ვთქვათ, რომ იქ სადაც იყო ქალდეა, იქ ცხოვრობდნენ კოლხები.
ის რომ ეხლა მაგალითისათვის დღეს ყველა გნებავთ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები და გნებავთ აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები იწოდება ქართველად, ეს ყველასთვის მისაღებია, ხო? ჩვენი კვლევებით, ჩვენი აზრით, ჩვენი აღმოჩენებით და აი ამ სიტყვების შესაბამისად ესე დალაგებით იყო ესეთი ქვეყანა ორ ზღვას შუა და დიდ კავკასიონის სამხრეთით და ასე ვთქვათ კარის, ფასიანის, სასპირეთის ჩრდილოეთით, ტრაპიზონის აღმოსავლეთით და არარატის ანუ ქარდუს მთის დასავლეთით იყო ერთი ვრცელი ქვეყანა, რომელსაც ერქვა კოლხეთი. სასტიკად ცდება ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ კოლხეთი იყო მარტო ერთი ქალაქი აია და თუნდაც გურიის ტერიტორია, ან დღევანდელი აჭარის ტერიტორია, ან თუნდაც აი ართვინის პროვინციის ტერიტორია. ანუ აია ერთ-ერთი ქალაქი. საქმე იმაში მდგა, როგორც მაგალითისათვის ჩვენ ხანდისხან ვიხსენიებთ, რომ აი იგივე დიპლომატიურ დონეზე, რომ აი თბილისმა ეს გადაწყვიტა. თბილისის გადაწყვეტილება იყო ეს და იქ იგულისხმება, რომ ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა. ან აი ვაშინგტონმა ეს თქვა, ხო ხდებით, როგორ აი ვაშინგტონის აზრით, ამ დროს ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოაჩენს, ხო? შესაბამისად, აია ისეთი წონიანი ქალაქი იყო, იმდენად სატახტო ქალაქი იყო. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ის მოიხსენიება კოლხეთი როგორც აიად და ხშირ შემთხვევაში ეს აიას სამეფო იყო, აიეტის სამეფო იყო და ხშირ შემთხვევაში შესაბამისად მოიხსენიება როგორც კოლხეთი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ რომ ჩვენი ღრმარწმენით რო ჩნდება უკვე კულტურული არქეოლოგიური აღმოჩენები გნებავთ დიდნაურში, გნებავთ ქართლში, გნებავთ კახეთში, გნებავთ გრაკლიანში, გნებავთ იმერეთში, გნებავთ აჭარაში, გნებავთ ტაოკლარჯეთში და ასე შემდეგ. ყველგან ერთნაირი სახის, გარეგნობის, იარაღის, თვისების, კულტურის მქონე არქეოლოგიურ აღმოჩენებს პოულობთ. შეიძლება ითქვას, რომ მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ სხვადასხვა ტომის ხალხი ცხოვრობდა. ჩვენი აზრით ეს ერთი თარგამოსის შვილები არიან, ეს ქართლოსისა და ეგროსის შვილები არიან და შესაბამისად ეს ხალხი იმდენად ძლიერი იყო ეს გენი, რომ მათი ყველა შთამომავალი შეიძლება ითქვას და ეს განფენა 5-10 საუკუნის განმავლობაში არ შეცვლილა. ჩვენ ვართ ის ერი, ერთადერთი ერი ვართ, აბა, გნებავთ ტელემაყურებელმა და გნებავთ ნებისმიერმა ადამიანმა დამისახელოს ანალოგი, რომელიც იგივე ენაზე საუბრობს, რა ენაზეც საუბრობდა ჩვენი წინაპარი 20 საუკუნის წინ. ადერკის დროს მაგალითად, ხო, იგივე ფარნავაზის დროს. ჩვენ მე-6 თუ მე-7 კლასში ვისწავლეთ შუშანიკის წამება. მე-4 საუკუნეში დაწერილი და 10 სიტყვიდან 9-ს ვიგებდით, 8-ს ვიგებდით უპრობლემოდ, ხო მეტანხმებით. და წარმოვიდგინეთ ეხლა და მე ძალიან ვცემი ჩვენს მოძმე ხალხებს, გნებავთ ევროპელებს, გნებავთ აზიელებს, პატივს, მაგრამ ისინი პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მეათე საუკუნის ძეგლებს ვეღარ კითხულობენ. წვეტა მოხდა და ჩვენ ის ხალხი ვართ. 35 საუკუნის წინანდელი ხალხი ვართ, 33 საუკუნის წინანდელი ხალხი ვართ. ავტოქტონი ხალხი ვართ, ადგილობრივები და ყოველთვის ერთი და იგივე ენა გვქონდა. ყოველთვის ერთი და იგივე კულტურა, ყოველთვის ერთი და იგივე კერპი, ყოველთვის ერთნაირი იარაღი. აი მაგალითისათვის იგივე წეღანაც მახსენეთ, რომ ტიგრალფილასერი რო წამოვიდა, 23 მეფე გამოვიდა. ანუ ერთი სამეფო იყო მაგალითად აბულის სამეფო, მეორე იყო დიდნაურის, მესამე იყო ლოდოვანის, მეოთხე იყო თორის ადგილებზე ეს მეგალითური ქალაქები ჩამოვთვალე ეხლა. ყველა გაერთიანდა, ისინი გაერთიანდნენ არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ გაერთიანდნენ ეროვნული, სარწმუნოებრივი და იგივე აი ესეთი ნათესაური კავშირების ნიშნით. ბატონო ნუგზა, რადგან ამაზე ჩამოვარდა სიტყვა ენასთან დაკავშირებით და ჩვენ გვესმის ჩვენი ძველი ქართული ენა, რა სიტყვით მეგრულ და სვანურ დიალექტს? საქმე რაში მდგომარეობს იცით რომ წეღანაც ვახსენე მე ესეთი რამე რომ ჩვენ ყველანი ვართ ქართლოსის, ეგროსის, უფლოსის, მცხეთოსის და ასე შემდეგ შვილები. ჩვენ შესაბამისად ყველანი
ნათესავები ვართ, ისეთი ნათესავები ვართ, რომ უფრო ღრმა ნათესაური კავშირი არ არსებობს სოფლიოში. აი ქართლელი, კახელი, იმერელი, მეგრელი, აფხაზი, აჭარელი, სვანი, ლაზი, ხალიბი, ყველანი ვართ ერთი და იგივე შტოს ხალხი, ერთი და იგივე სისხლის, ერთი და იგივე გენის, ერთი და იგივე ჰაბიტუსის, ერთი და იგივე ღიმილის, ერთი და იგივე თვისების, ერთი და იგივე აი რა ჩამოვთვალო გნებავთ ალბათ ნოსტალგიისაც რა, ერთი და იგივე თვისებების ხალხი ვართ. და ქუჯი და ფარნავაზი ერთ ენაზე რო საუბრობდნენ და ერთმანეთს ზუსტად ისე რო აგებინებდნენ, როგორც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, ამაში მე ეჭვი არ მეპარება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 23 საუკუნის წინ, როდესაც ეს ორი დიდი ადამიანი, ორი დიდი მამა, ჩვენი ერის სიამაყე და პატიოსნება გაერთიანდა, ისინი თან ახლო ნათესავები იყვნენ ერთმანეთის, ბიძაშვილები იყვნენ, მამიდაშვილები, რაღაც ღრმა ნათესაური კავშირი არსებობდა. შესაბამისად, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ უგებდნენ. და შემდეგ? შესაბამისად, რა ხდება იცით, რომ მერე ეს ერი იზრდება, მერე შესაბამისად ჩვენი ერის ბედი, სიტუაცია, მდგომარეობა, მოგეხსენებათ როგორიც არის, ხან ერთი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა სხვა ქვეყანამ დაიპყრო, ხან სპარსეთმა, ხან ბიზანტიამ, ხან მონღოლებმა, ასე შემდეგ და ხდებოდა განცალკევება, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. სხვადასხვა ეპოქაში. წარმოიდგინეთ ახლა თბილისი რო დაკარგული გქონდა არაბობის პერიოდში. ამხელა წყვეტა იყო, ხო, თბილისის იქით მაგალითისათვის იქით სადაც ფშავია, ხევსურეთია, საინგილოა, ხუნძეთია, პირიქითა საქართველოა. დიახ, მაგრამ ენა იგივე დარჩა სამეგრელოში რა მოხდა? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ახლა ხორბალი და ქობალი ერთი და იგივე სიტყვაა, ართი და ერთი და იგივე სიტყვაა, კარგად გამიგეთ. ჩაიკეტა და შეიცვალა. საქმე რაში მდგომარეობს, იცით, რომ ახლა მაშინ თუ რადგან ახლა თქვენ საუბრობთ მეგრულ ენაზე, მაშინ არსებობს ლაზური ენაც. ერთმანეთის ესმით. არა, სხვათა შორის, აი მაგალითად მე მქონდა მცდელობა და სენაკელი კაცი ხოფაში ჩავიყვანე, ზუგდიდელი კაცი არდაშენში ჩავიყვანე და ესმით როგორ იცით, გაცილებით უფრო რთულად ვიდრე რუსსა და უკრაინელს რა. ის რომ ერთმანეთის ესმოდეთ, მსგავსი საქმე არ არის. ასევე არსებობს სვანურიც, ხომ? შესაბამისად, ასევე არსებობს თუშური, რომელსაც მე და თქვენ ვერ გავიგებთ. დამერწმუნეთ რა, არსებობს ესეთი დიალექტიც. და მე ახლა თითქოს ყველაფერი. იქ წოვა თუშების, ის არა, ეს იქ ისეთი გაგახაროთ, თუ ჩაუკვირდებით, იპოვნით ფუძე. წინარე ქართული ენა, პროტოქართული ენა, 25-30 საუკუნის წინანდელი. ეს იყო ერთი ენა და აქ ცხოვრობდა ერთი ხალხი, ერთი მოდგმა და თუ ცხოვრობდა აქ ვინმე, ვინ ცხოვრობდა, ეს სწორედ რო გაყალბება, შესაბამისად ეხლა როგორ რუკებს აღარ ხატავენ და ვის აღარ წერენ, რომ თითქოს ცხოვრობდა აღმოსავლეთ საქართველოში. ფოთიდან დიდნაურამდე 500 კილომეტრია და ძველი და დიდნაური, როგორც ბატონი კიაზო ფიცხელაური ამბობს, 33 საუკუნის წინანდელი ქალაქია. სწორედ რომ ქალაქ სახელმწიფოა, გრანდიოზული ქალაქ სახელმწიფოა და აიას თანამედროვეა. ასაკით. იქ არსებული იარაღით, იქ კოლხური სატევრები, კოლხური ცულები, ამფორები და ასე შემდეგ არის ნაპოვნი უამრავი რამე. და შესაბამისად, როცა არსებობს ესეთი ძლევამოსილი ადამიანი იმ პერიოდში, როგორიც აიეტია, როგორიც მედეაა ეს გენიოსი ქალბატონი და როგორც აბსირტეა გმირი ვაშკაცი. შესაბამისად, ნუ თუ შეიძლებოდა ეარსება სხვა ალტერნატიულ სამყაროს იქ და რაოდენ სამწუხაროა, რომ ვიღაცა აპატარავებს ამ აიას სამეფოს. აიას სამეფო, კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი აზრით იწყებოდა კაფადან, დღევანდელი ნოვოროსიისკიდან, იწყებოდა სინოფიდან, ტრაპიზონის იქით კიდე კერასუნთაა, ამის აღმოსავლეთით ვრცელდებოდა დღევანდელ მტკვარ არაქსის შესართავამდე და სადაც გიშის ეკლესიაა და სადაც დიდუეთია, იქამდე ვრცელდებოდა, შეიძლება ითქვას. მერი ალბათ იქ სადაც ბაქუა და სადაც სუმგაიტია და სადაც ეს აღმოსავლური
დაბლობია და დღეს არის ფასეული იქ ცხოვრება, თორე მაშინ აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ცხოვრება, სადაც ჭაობები იყო, ზღვის დონიდან გაცილებით უფრო ღრმად იყო. წარმოიდგინეთ, რომ დღეს ბაქო -28 მეტრზეა და მაშინ სხვადასხვა მონაცემებით, გეოლოგიური კვლევებით კიდევ უფრო ღრმად იყო ქალაქი ბაქო. ანუ აი წარმოიდგინეთ, რამხელა ტერიტორია ეჭირა ჩვენი ღრმარწმენით ქალდეველებს, ანუ კოლხებს. და ეს იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთი ერი. ჩვენ 40 საუკუნის ერი ვართ, 35 საუკუნის ერი ვართ. აქ მაცხოვრებლები, არცად არ წავსულ ვართ. ყოველთვის აქ ცხოვრობდით. ღმერთმა ქნას რომ გავაგზავნოთ. ჩვენ უნდა გამრავლდეთ. არაფერი არ არის დაკარგული, ოღონდ ჩვენი შვილები გამრავლდნენ, გაბევრდნენ. ჩვენ გვაქვს უნიკალური ქართული ენა, სამი ანბანი, დროშა, ღერბი, უნივერსიტეტი, სკოლა, უამრავი ქართული რამე გვაქვს. ბატონო გზა, ცოტა უცნაური კითხვა მინდა დაგისვათ. დიახ. რაც თქვენ წიგნში სავარაუდოდ არ არის, მაგრამ მაინტერესებს. რა სიტყვით ბასკების შესახებ? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ძალიან ჩვენ ვსაუბრობთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძალიან აკადემიურო ქალბატონო, ერთი ბედნიერებაა თქვენთან საუბარი და დიდი მადლობა. შესაბამისად მოხარული ვარ კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ეთერში ყოფნით. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნიურ სამოთხეზე და უკვე შევთანხმდით, რომ იყო რაღაცა პერიოდი, როცა დედამიწაზე ცხოვრობდა ორი ადამიანი. დიახ. მერე 3, მერე 5, მერე მათი შვილი სითი, მერე ენოსი, შესაბამისად მერე გამრავლდნენ. ადამმა 900 წელი იცოცხლა. მათუსალამ 970 წელი იცოცხლა. ანუ რაღაც პერიოდი დედამიწაზე ცხოვრობდა 100 ადამიანი, მერე 1000, მერე 10000, მერე 100000 და ასე შემდეგ. ყველა ძველი ერი თუ მას პრეტენზია აქვს, რომ ძველი ერია, თავის საწყის, თავის ფუძეს, თავის აკვანს ეძებს მესოპოტამიაში, ხო? ბაბილონის გარშემო. ყველა ძველი ერი, ხო ხდებით რის თქმა მინდა, იგივე მაგალითად ან იმ ზოგი ეხლა შესაბამისად ამას რა თქმა უნდა უამრავი დამეთანხმება, არ დამეთანხმება ეს სხვა თემა, არსებობს ესეთი აზრიც, რომ ყველამ ბაბილონის მშენებლობაში არ მიიღო მონაწილეობა და რაღაცა ნაწილი წამოვიდა და აქ დასახლდა, სადაც ჩვენ ეხლა აქ ცხოვრობთ. იმიტომ რომ აქ იარაღის მკეთებლის კი არა, მაღალი ტექნოლოგიების ქვეყანა იყო 50 საუკუნის წინ, 45 საუკუნის წინ, იხილეთ თრიალეთის ოქროს თასი, იხილეთ ოქროს ლომი 5 თეთრიანს 8 ხატია, იხილეთ ვანის ოქრო, იხილეთ პირველი ქვევრი, რომელიც 7000 წლის არის და ეს საოცარი რამეა. აი, იგივე ხრის თქმა მინდა, რომ აი ამ თრიალეთის მეგალითებში პოულობენ გარდაცვლილთა, დაკრძალულთა სტომაქში ნიგოს, პოულობენ ხორბალს, კულტურულ ხორბალს, წარმოიდგინეთ მათ სამარხებში ნიგოს პოულობენ. ეხლა აი პატარა გადახვევა მინდა და ბასკებს დაუბრუნდები. უდიდესი ადამიანი იყო და ჩვენი ერთ-ერთი დიდი რექტორი შეიძლება ითქვას, დედა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ნიკო კეცხოველი, ნათელი დაადგეს. დიდი ბიოლოგი, დიდი ეროვნული კაცი და მოგეხსენებათ კაკალს, ნიგოს სამწუხაროდ ეძახიან ბერძნულ კაკალს, ხო? გრეჩის კი არის, ხო გაგიგიათ? კი, როგორ არის? და ეს დიდი ადამიანი, ჩვენი რექტორი, ბატონი ნიკო კეცხოველი ამბობდა, რომ გამოვაცხადოთ კაკალი ქართულ ხეთ. სიტყვა გაგრა, მაგას გაგარი ერქვა, კაკალიდან მოდის შესაბამისად. უამრავი ეტიმოლოგიაა საქართველოში, უამრავი ტოპონიმია კაკალზე და ასე შემდეგ და ეს არისო აქ დაბადებული ხეო, აქ და მართლაც აიხლა რომ გაიარა ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენმა თრიალეთის ზეგანზე, შემთხვევით უნებლიეთ პერმანენტული არქეოლოგიით გაიხსნა ეს მაშინდელი საფლავები და უამრავ სამარხში აღმოჩნდა კაკალი 7 რა იყო 70 საუკუნის წინანდელი 60 საუკუნის წინანდელი 50 საუკუნის წარმოდგა აქ მაცხოვრებელი ადამიანები კულტურულ კაკალს, კულტურულ ხორბალს, კულტურულ ყურძენს, სელს და ასე შემდეგ ხმარობდნენ, ხო ხდებით რის თქმა მინდა. ყურძენი გვაძლევს 10 პროდუქტს, ხო? ეს არის
ღვინოდან და წარმოგიდგენია და აქ დაიბადა ვაშლი. შესაბამისად ეს მით უმეტეს ცხოველთა სამყაროთი ყოველთვის მდიდარი იყო აქ ევროპა და რაც შეეხება შესაბამისად კიდევ ერთხელ გეუბნებით აი ეს ხალხები რა თქმა უნდა აქედან მიდიოდნენ ხალხები სხვადასხვა მიმართულებით როცა ერთი ოჯახი რო იყოფა ორ სხვადასხვა ადგილას ორ სხვადასხვა ქალაქში იწყებენ ცხოვრებას და რა გასაკვირია რომ შესაბამისად უამრავი ხალხი აქედან არიან წასულები. არსებობდა ესეთი ქვეყანა, სახელმწიფო ევროპაში, მთელი ევროპა ეგენი იყვნენ, კელტების სამეფო. ისინი ჩვენი მეზობლები იყვნენ კაფა ფეოდოსიაში, ანუ ყირიმის გასასვლელში. იმის იქით ეგენი იყვნენ და აქ კიდე გვემიჯნებოდნენ სინოფთან, კერასუნტასთან. წარმოიდგინეთ 27, 28, 29, 30 35 საუკუნის წინ შესაბამისად ევროპაში სულ კელტების სამეფო იყო. მერე რომის იმპერიამ იმძლავრა და დაიძრა უკან და დღეს მარტო შოტლანდიასა და ირლანდიაში ცხოვრობენ კელტები და სამწუხაროდ ეგ ენა მოკვდა, აღარ არსებობს თუ არ არის სწავლული ადამიანი მაგ სფეროში ძველი კელტური მოკვდა. შესაბამისად იგივე არის ეს კელტიბერების გადასვლაც, რომ ისინი აშკარად აქედან არიან წასულები და საწყისი ყველამ უნდა შუამდინარეთში ეძებოს ცივილიზაციის აკვანში. ჩვენი ნათესავები არიან, კი? ერთსაც დავამატებდი. ნახეთ რა მინდა გითხრათ, თქვენ ახლა ბრძანეთ და კითხვა დასვით ბასკებზე. და ისინი იბერები არიან და ამაყობენ. ბევრი ქართული სიტყვა, საერთო გუთანი მაგალითად რაღაც. კი, საოცრებაა, რა თქმა უნდა და იბერები არიან და ყველანაირად უგვანან, გნებავთ შემართებით, გნებავთ ჰაბიტუსით, გნებავთ სამხრეთული თვისებებით და იყო ესეთი ძალიან საინტერესო ადამიანი, დიდი მეცნიერი, ტურ ჰეიერდალი, ნორვეგიელი სწავლული, ნორვეგიელი მეცნიერი, რომელმაც ააგო გემი კონტიკი, რომელიც სანტიაგოდან, ანუ ჩილეს სანაპიროდან გაემგზავრა და გემით ჩავიდა აღდგომის კუნძულზე და ყველას დაუმტკიცა, რომ როგორ შეიძლებოდა ჩასულიყო ოკეანეში 1000 კილომეტრით დაშორებულ კუნძულზე და მე ეს ადამიანი წარმოშობით ნორვეგიელი 2002 წელს გარდაიცვალა. პოულობს სკანდინავიურ საგებში მგონი კალევალაში არა, ერთ-ერთ სხვა საგაში მოვიძიებ მე მაგას. პოულობს ერთ-ერთ საგაში, რომ ოდინი, მათი კერპი, მათი კაცღმერთი, მითოლოგიური ღმერთი, არის სამხრეთული ქვეყნიდან წასული ადამიანი, მერე გახდა იგი ნიჭიერი ტალანტი, მოაზროვნე იყო, შესაბამისად თეთრი, აი თქვენ გავდათ, გნებავთ სახის ფერით, გნებავთ გარეგნობით, გნებავთ ვარცხნილობით, ოღონდ ის მამაკაცი იყო, თეთრი ადამიანი იყო, მაგის თქმა მინდა და შესაბამისად ამ ტურ ჰეიერდალმა დაუკავშირა ოდინის სახელი უდინებს. და წამოვიდა და ძებნა დავუწყო აზერბაიჯანში. ხო. გამიგეთ რომ ეპოვნათ, ეხლა ისია გამოცხადებული, რა თქმა უნდა ეს ცოტა ზედმეტი მოздით, მაგრამ აზერბაიჯანელები ამბობენ რომ ისინი შთამომავლები არიან ალბანელებისა და უდინები ძველი ალბანური ტომია, გამიგეთ და ჩამოვიდა ბაქოში იყო, სუმგაიტში იყო და მერე ჩამოვიდა და წეღან ვახსენე გიშის ეკლესიაში არის ნამყოფი ეს ადამიანი, სადაც რა თქმა უნდა შეცდომით საბჭოთა ისტორიოგრაფია წერს რომ ეს უდინებისა და ალბანელების ეკლესიაა. გიშის ეკლესია სუფთა ქართული ეკლესია, უამრავი წყარო არსებობს, მაგრამ იგი უკვე სხვა მიმართულებით, სხვა კუთხით საბჭოთა ისტორიოგრაფიამ შეაცდინა. ჩამოვიდა და ბოლო ნაბიჯი გადადგა არასწორად რა, აი 100 ნაბიჯი სწორე გადადგა და ერთი ნაბიჯი რო აქეთ გადაედგა, ან იგივე ზინობიანში შემოსულიყო, სადაც მართლა უდინები ცხოვრობდნენ. ისტორია სწორად. ან აი ოდიშში ჩასულიყო, ან ოდიშვილების გვარი ენახა, ან ოდოია მოესმინა, უკვე მიხვდებოდა რომ მათი ფუძე ქართლშია და ყველა ევროპელმა და ყველა ამერიკელმა
აბრამიკული სახე უნდა იპოვნოს, რისი სახეც პირველები ჩვენა ვართ, ქართველები. ეს თქვენ გიწერიათ სადმე თუ ამ წიგნში? ჩვენ ვართ აბრამიკული სახის საწყისი, ყველა. ბატონო ნუგზარ, ეს დაწერილი გაქვთ სადმე? ცალკე მაგ ზოგან დაწერილი და ცალკე დაწერილი არ არის ეხლა რომ საუბრობ ამ თემაზე, შემოგეუბნოთ ჩემი თავი. სხვა რამეს გულისხმობ. თუ დაწერილი გაქვთ, არ გაქვთ, უნდა დაიწეროს და რატო უნდა ითარგმნოს და გავცელდეს. დიდი მადლობა ესეთი შეფასებისათვის. თქვენი შეფასება ჩემთვის გაცილებით დიდია, ვიდრე 10, 15, 20 ადამიანის. ქეთს ვიხრე. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ევროპულმა რასამ, ევროპეიდულმა რასამ უნდა აღმოაჩინოს, უნდა იცოდეს, უნდა გაიგოს მისი ფესვები. და შესაბამისად მათი ფესვები, თეთრი ადამიანების, წარმოსადეგი ადამიანების ფესვები არის საქართველოში. ინგლისში ადამიანი რო დაიბადება, თუ თქვენი გარეგნობისა იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგი მას ჩაუწერენ პასპორტში სიტყვას Caucasian, რაც ნიშნავს კავკასიელს. წარმოიდგინეთ, ანუ თეთრი, მაღალი, ღია ფერის თმების მქონე ადამიანი ბრიტანეთში და მათ დომინიონებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, ფიჯიზე და ასე შემდეგ, ვინც დაიბადება, პასპორტში უწერენ კავკასიელს. ანუ მათ რაღაც ძველი სწავლება აქვთ, რომ ყველა ესეთი ანუ რო დაიბადება ადამიანი შავტუხა, რო დაიბადება ცოტა უფრო მუქი ფერის, აი როგორიც მაგალითად არაბები არიან, იგივე როგორიც ეგვიპტელები არიან, მათ არ უწერენ Caucasians. იმის და მიუხედავად, რომ ინგლისის სრულფასოვანი მოქალაქეა, ხო ხდებით რის თქმა მინდა. ასე რომ აი იქ არის მათი აკვანი, აი აქ არის აკვანი. ჩვენ აბრამიკული სახის ხალხი ვართ და მათი ფუძე აქ არის აძებნელი. და უნდა ჩამოვიდნენ და იპოვნონ. თუ არ ვთარგმნეთ, თუ არ გავაცელეთ ინფორმაცია, არ ჩამოვლენ და არც გვიპოვიან. თავიანთ ფესვებს არ იპოვიან. სამყაროს ისტორიისათვის დიდი დრო არ გასულა, 35 საუკუნის წინანდელი ფესვები მოძებნადია. 25 საუკუნის წინანდელი ფესვები მოძებნადია. დამერწმუნეთ და ჩვენ ვიპოვეთ იგი. კარგით, მოდით დაუბრუნდეთ ახლა საქართველოს ისევ და თუ ხარისზე მინდა გკითხოთ. ციხე ქალაქი, რომელიც კლარჯეთში მდებარეობდა, ტაოს საზღვარზე და ეს ტოპონომი დღეს დაკარგულია. თქვენი კვლევა თუ გაქვთ რაიმე ამ ქალაქზე, თქვენ ისეთი ხმაცოდნა გაქვთ, ამაზეც გექნება თუ უდაოდ ეჭვი არ მეპარება. ძალიან დიდი მადლობა, ჭოროხის ხეობა ჩემი უსაყვარლესი ხეობაა და ყველა თავისუფალ დროს მე ვუთმობ ჭოროხის ხეობაში სიარულს, მოგზაურობას, სადაც ქართული ცივილიზაციის აკვანი დაირწა. ჩვენთან ახლა აი იგივე შატბერდის ოთხთავი, ოპიზის ოთხთავი, პარხლის ოთხთავი, იქიდან არის განმანათლებლობა წამოსული. ეს არის ოშკი, ეს მეორე სვეტიცხოველია, იშხანის გუმბათი, იშხანის კამარა, ეს ყველა ქართველმა უნდა ნახოს, როგორ შეიძლება იცხოვროს საქართველოში წლები, 10 წლეულები და მოგვეცა ამისი საშუალება, რომ გადავიდეთ, მოვილოცოთ და ამას მე ოფიციალურად არ ვამბობ, არაოფიციალურად ვამბობ, ხანდისხან წელიწადში ერთხელ შემალვით წირვაც კი ჩავატაროთ, გამიგეთ? და ამაზე არის ალბათ ღვთისწყალობა, რომ იქაური ხალხი თვალს ხუჭავენ და ტარდება თითო ოროლა წირვა. წლის განმავლობაში ქრისტიანია მე რამდენად არა მე რის თქმა მინდა იცით რომ აი ამ მიტოვებულ ეკლესიებში სამწუხაროდ მიტოვებულ ეკლესიებში ხანძთაში 4-თაში იმას გულისხმობ რა თქმა უნდა მაგა ეგ ვიგულისხმე ჩვენ ტაძრებში ვიგულისხმე იშხანში ოშკში ზოგი ეკლესია ისეთ მდგომარეობაშია რომ მარტო დალაგება უნდა ღვთისწყალობით რა მარტო დასუფთავება უნდა კანკელის მოწყობა უნდა და ტრაპეზის დადგმა უნდა და წირვა ჩატარებადია ისეთი რაც შეეხება თუხარისი ისტორიაში დაკარგული ქალაქი იყო თუ ამას აღიარებენ და დამეთანხმებიან ისტორიკოსები, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება. ეს იყო ქალაქ იუსუფელის სამხრეთით სოფელი თურქულად ქვია დემირკენტი, მისი ძველი, ანუ აი 100 წლის წინანდელი ქალაქია ერკინისი, სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა მეცნიერს აქვს იმისი
აზრი და შეხედულება, რომ იქ იყო თუხარისი. მაგრამ ჩემი ნაპოვნი ახალი არგუმენტი შესაბამისად კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, თუ რატო უნდა ვეძებოთ იქ თუხარისი. ისინი რა თქმა უნდა ახდენენ ლოკალიზებას, ზოგი ახდენს ახიზაში, ანუ რასაც მე ვამბობ იქიდან 15 კილომეტრში, ზოგი ოლთისის ციხესთან ახდენს, ზოგი შავშეთში ახდენს მის ლოკალიზებას თუხარისისას, ზოგი აქ სადაც მე ვამბობ, ანუ ერკინისში. მაგრამ რა არის ახალი არგუმენტი? და მე ახლა წიგნში რა თქმა უნდა წერია და მე უკვე 100 ადამიანს გავუზიარე ეს წიგნი, მაგრამ პირველად ვამბობ ტელეეკრანთან, კამერასთან და თქვენთან თანდასწრებით. ერთ-ერთი დიდი ისტორიის მამაა პლინიუს დიდი. პლინიუს დიდი ლათინი ისტორიკოსი, რომელიც პირდაპირ გვაძლევს ცნობას. რომ მდინარის შესართავიდან აღმა მდინარე ფაზისზე 70 მილში არის ანტიკური აიას დროინდელი, აიეტისა და მედეას დროინდელი ქალაქი სურიუმი. სურიუმი, რომელიც არის აიას თანადროული. უნდა 45 წამით ისევ აიას დავუბრუნდეთ. პლინიუსი ამბობს, რომ მდინარე ფაზისზე იყო 5 სახელოვანი დიდი ქალაქი გარდა აიასი, ესენი იყო თეინდორი და ჩინიუმი, სურიუმი, მათ შორის იგივე აია, იგივე შესართავთან, სადაც ზღვა უერთდება 5 დიდი ქალაქი და ასევე რაღაც საკმაო რაოდენობა პატარ-პატარა ქალაქებისა. და პლინიუსი ამბობს პირველ-მეორე საუკუნის ზღურბლზე მაცხოვრებელი ადამიანი ქრისტეშობის აქეთ, რომ ეს ქალაქები აღარ არსებობს და შემორჩენილია მხოლოდ და მხოლოდ სურიუმი, რომელიც არის ზღვის შესართავიდან 70 მილში. არც 70 ნახევარ მილში და არც 79 მილში, არამედ ზუსტად 70 რომაულ, ძველ რომაულ მილში არის ქალაქი სურიუმი, დღევანდელი ერკინისი, დღევანდელი დემირკენტი, ყოფილი თუხარისი. და რატო გგონია, რომ ეს იყო თუხარისი? წარმოიდგინეთ, რომ ეს არის მეგალითური ქალაქი, დაფარული სქელი ფენით, ბალახისა და მიწისა და მიწის ქვეშ, აი როგორც თორის ციხესიმაგრეა, მიწის ქვეშ, წარმოიდგინეთ გმირთ ნაკვეთი დიდი ლოდებით აშენებული მიწის ქვეშა ქალაქი, რომელსაც დღეს ხმარობს ადგილობრივი მოსახლეობა საწყობებად, მაცივრებად. ეს არის მიწის ზედა ციხესიმაგრეები და მიწის ზედა ნასოფლარები. ეს არის ყოფილი ქალაქი, რომელსაც აღმოსავლეთიდან არსიანის ქედიდან 2 ულამაზესი მდინარე და ჩანჩქერი ჩამოუდის ანკარა წყლითა და თევზებით აღსავსე. ეს არის ქალაქი, რომელიც გადმოყურებს 300-400 მეტრიდან მდინარე ჭოროხს და მდინარე ოლთისის წყალს, სადაც უერთდება ერთმანეთს მდინარე ოლთისის წყალი, ყოფილი მდინარე სურიუმი, სადაც უერთდება ყოფილი მდინარე ფაზის. ზუსტად აი ამ სამკუთხედში იყო ქალაქი თუხარისი, იგივე ანტიკური სურიუმი, იგივე ერკინისი, რომელიც ხალიბების ერთ-ერთი საყვარელი საქმეა რკინისა, ანუ ლაზურად ერკინი არის რკინა და დღევანდელი დემირკენტი. ეს საოცარი ადგილია და შესაბამისად პლინიუსი წერს, რომ მაგ ადგილამდეა სანაოსნო ფაზისი. მაგ ადგილამდეა სანაოსნო ფაზისი. მე მიმყავს რა გადაცემა რეალური ისტორია, იქ რამდენჯერმე ვახსენებ ფაზისს. და რაც შეეხება ფაზისს, ეხლა რო არ დაიბნენ ადამიანები, ფაზისი ერთ მდინარეს არ ერქვა, ჩემო ბატონებო. ფაზისი ერქვა რიონსაც, ფაზისი ერქვა ჭოროხსაც, მეორე სახელი ჭოროხისა არის აკამფსისი, აკამფასისი, ფოასი, ხარფასოსი. ეს ჭოროხის სახელებია და მათ შორის ფასისი და ეს არის ბიბლიური მდინარე ფიშონი.
პირველი მდინარე, რომელიც გამოედინება, მე ისევ ამ ქვეყნიური 64-ის ადგილს დავუბრუნდი, რომელიც გამოედინება ამ ქვეყნიური 64-ის ადგილიდან და მოედინება ჩამოივლის ხალიბას, ანუ ხალიფთა ქვეყანას და ჩაედინება გონიოში. ეს არის მდინარე ჭოროხი, იგივე ფიშონი, იგივე ფასისი, იგივე აკამფსისი, იგივე კამკამაფასისი, იგივე ხარფასოსი. აი რამდენი სახელი აქვს აი ამ მდინარეს მინიჭებული. ბატონო ნუგზარ, ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, შეიძლება უსასრულოდ, მაგრამ დროში უკვე ვეღარ ჩავეტიეთ და იქნებ კიდევ გავაკეთოთ შეხვედრები, იმიტომ რომ თქვენი რუბრიკაც გექნება ჩვენ ეთერში, რა თქმა უნდა, ახალი ამ ქვეყნიური 64, როგორც დაგვპირდით. სანამ ჩაწერა მოხდებოდა და ძალიან საინტერესოა თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისას. ძალიან დიდი მადლობა, სწორედ რომ მადლობა თქვენ, რათა მაძლევთ საშუალებას ვისაუბროთ ჩვენს სამშობლოზე, ჩვენს უძველეს სამშობლოზე, შეიძლება ითქვას ულამაზეს სამშობლოზე, უტკბილეს, უთბილეს სამშობლოზე და მაძლევთ იმის საშუალებას, რომ მე მექნება გადაცემათა აუცილებლად გექნება რუბრიკა, თანაც პრაიმ თაიმში. როგორც მინიმუმ ჩემი აზრით მას დაჭირდება 12, 14, 15 შესაძლოა გადაცემა, რომ მიმოვიხილო მთელი ეს თემა. რამდენიც გნებავთ და იქ ვიფიქროთ თარგმანზეც. ეს უკვე სამომავლო თემაა. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ქართველებმა გავიგოთ, ყველა ქართველმა გაიგოს თუ რა სამშობლოს შვილები ვართ. პარალელურად რო გავიგოთ არა? პარალელურად, რა თქმა უნდა, პარალელურად უცხოელებმა გაიგონ. უცხოელებმაც გაიგონ რა ქვეყანა ვართ, თორე დღეს საკმაოდ დაბეჭავებული ჩვენ სამშობლოს არაფერი ჯობია, ჩვენ ერს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ენას, ჩვენს მიწას, ჩვენ ჰაერს. დიდება უფალს, რომ ჩვენ დავიბადეთ საქართველოში და მუდამ იარსებებს საქართველო. ღმერთმა გააძლიეროს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, თქვენი ოჯახები. გამრავლდით, გაღონიერდით, გაძლიერდით. დიდი მადლობა.